მეგობარმა დამირეკა რომ ძალიან უნდა ბიოყურძენი ჩემ მეგობარს და შენ ხო გააქო და 1 ტონა მოიმხეო და მიეციო რა მიყიდეო კარგი მეთქი და ეხლა მწვენია ბიჭო რომ ბალახი როგორ შეუყანა ამ ბალახს ესეთ მოულელს ხოხობი ამოდის ეხლა არის ის როგორ საქვეყნო ცნობილი ლოთი ხარ და ქვეყანა გიცნობს ღვინის მოყვარული ისა რას გიგავ ვენახი და რაღაცა მეთქი და ინახება მან ყურძენის ხოთ შორის უთენია წავიყვანე მეგობრები რომ დავკრიფოთ მეთქი და დაკრიფილი დავახვედროთ ეს 1 ტონა დავკრიფე და ჩემ გვერდზე მომიჯნე ვინც არის ძალიან მოვლილი ვენახია ფეხში შველი გაივიდა და ეს დაკრიფილები წავიღეთ და იმასთან გადავაწყეთ რომ ეს საფუძვლები არ მივიდა ჩამოვიდა ეს კაცი და აბა რომელია აი ეს ვენახი მეთქი ამ მოვლილი ვენახზე ვეუბნე ჩემი იქით არის რა მართლა ხოხობი ამოდის ნაკრძალია ხო და ჯერ ხო დავიხოცე ბიჭო უთენია უკრიფეთ მერე ეს გადააცრიეს ვენახი ხო და აი ხარი ხო და ეს 1 ტონა ვეზიდეთ სალკეც ვენახში გადავათრიეთ და მოვიდა ესა და ხო დაუდეთ ეხლა ეს დავტვირთეთ მანქანა და ჩემ ვენახზე მეუბნება ის ვენახი ვისი ხო და ეხლა გულში გამყრევ რა კარგი ვქენი რომ თავი დროზე გადმოიტანე მეთქი რა ჩემი საქციელი დამაყივარ და ხო და მეუთხარი ერთი სოფლის ლოთია უსაქმური ვიღაცა ვერა ხედა მარე ტყობაზე დვენახ ნაკრძალია და თავის მეწყვილეს ეუბნება მძღოლად ვინც აყავდა იმისგან უნდა გვეყიდნა ის იქნება ბიო